ეს ქვა ისა ბეტონი ჩაკუს. დედოფლის წყაროში ფაქტობრივად დამთავრდა ძირითადი ნისლანა ყურძენი უკვე დაკრეფილია, სიღნაღის რაიონშიც ნახევარზე მეტი ყურძენი უკვე დაიკრიფა და გადამუშავდა, დაიწურა საღვინე მიმართულებით და უკვე ნელ-ნელა სიმწიფე შემოდის გურჯაანის რაიონშიც. ღვინის ქარხნები გამზადებულია, ელოდება მხოლოდ ყურძნის დამწიფებას და იმ შემთხვევაში თუ მაინც დარჩა ჭარბი ყურძენი, ანუ დარჩა ყურძენი ჩაუბარებელი, კერძო სექტორი ვირტუალურად გადაამუშავებს, სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ქარხნებიც მზადყოფნაში არის, ასე რომ წელსაც ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. ჩვენი კომპანიამ დაიწყო დაახლოებით 29 აგვისტოს ყურძნის ჯაბარება. დაახლოებით დღემდე გვაქვს ჯაბარებული 735 ტონა, აქედან 435 ტონა არის საფერავი მიღებული, 300 ტონამდე არის უკვე ხაცთელი გადამუშავებული. მთლიანობაში ჩვენი კომპანია გეგმავს 5000 ტონას წითლის მიღებას, საფერავის მიღებას, დაახლოებით 1000 ტონას საღვინეთ ვაპირებთ თეთრის მიღებას და 9000 ტონას ვაპირებთ საბრენდეთ მიღებას. მაქსიმალურად ვცდილობთ რომ გლეხი არ დავაყენოთ რიგში. 1 გექტარი ვენახი მაქვს, საფერავი მომყავ, ქაწითელი მომყავ. ყურძენს სახელმწიფო ქაწითელში გვაძლევს 45 თეთრს და ქარხანა გვაძლევს 35 თეთრს.